სწავლისთვის ინტერნეტს გამოკითხულთა მხოლოდ 9% იყენებს. თბილისში ახალგაზრდებში ინტერნეტ დამოკიდებულების შესასწავლად ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდმა კვლევა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ დედაქალაქში გამოკითხულთა 91% ინტერნეტს გასართობად იყენებს. ჩვენი ჟურნალისტები დაინტერესდნენ, როგორია ამ მხრივ მდგომარეობა გორში. ნახეთ, ვინ რისთვის იყენებს ინტერნეტს. 20 წლის მახო წიქარიძე მომავალი ჟურნალისტია. ის ერთ-ერთია მათთაგან, ვინც ინტერნეტთან განსაკუთრებულად მეგობრობს. ამბობს, რომ დღის განმავლობაში თავისუფალი დროის დიდ ნაწილს სწორედ ინტერნეტს უთმობს. მეცადინოთ და შესაძლებლობათაც ვიყენებ ბევრ ამის მაძლევს, მაგრამ ძირითადად მაინც გასართობია ჩემთვის, იმიტომ რომ თავისუფალ დროს კლავ კომპიუტერით, ინტერნეტით და მისი გამოყენებით. ინტერნეტს ვიყენებ კიდევ გასართობად, ანუ თამაშისთვის, რომელიც ონლაინ თამაშია და ძალიან ბევრი მოხმარებელი ყავს, მათ შორის მეც და ძალიან კმაყოფილი ვარ მის გამოყენებით. მახოს მსგავსად, ინტერნეტს გასართობად იყენებს ჩვენს მიერ გორში გამოკითხული ახალგაზრდების ნაწილი. გართობაში უპეტესად და ისიც ძალიან იშვიათად ვიყენებ ინტერნეტს. რა ვიცი, ალბათ უფრო კომუნიკაციისთვის მეგობრებთან და ვჩატაობ რა მეტწილად. ანუ ნახევარზე, მაგრამ უფრო ალბათ გასართობად რომ ბავშვებს დავეკონტაქტო. გასართობად. Facebook-ზე ვარ ხოლმე ხშირად. ფილმებს ვუყურებ, Facebook-ზე ვარ შესული ან ინფორმაციის მოსაძიებლად. გამოკითხულთა მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ინტერნეტი მათთვის გასართობ საშუალებად სულაც არ ასოცირდება და ისინი კომპიუტერს განათლების მისაღებად და ინფორმაციით მოსაძიებლად იყენებენ. ინტერნეტს ხშირად ვიყენებ საგანმანათლებლო თვალსაზრისით იმ კუთხით, რომ ინფორმაციის მოძიება ხშირად მჭირდება. ინფორმაციის მოძიებისთვის, ანუ სოციალური ქსელებისთვის, ანუ ხალხთან კონტაქტი. უფრო განათლებაში. სკოლაში ბევრი მოსაძიებელი მასალა გვაქვს და ამიტომ განათლებაში. ნუ ახლა როდესაც არის სწავლის პერიოდი, უმეტესად ინფორმაციას ვიძიებ. როდესაც თემას წერ, მაგალითად უფრო მეტი რომ გავიგო იმ საკითხის შესახებ. ვაკეთებ ტესტებს, ონლაინ ტესტებია. ასევე ვაკეთებ ჩედვარდ განათლების საიტია სპეციალურად, სადაც ახალი ამბები წერია, თუ როგორ უნდა ისწავლო სკოლაში და ვიგებ ახალ მასალებს. Facebook-ისთვის ხარობ და უნივერსიტეტში რაღაც მასალის მოსაძიებლადაც ხარობ. ინტერნეტს? სხვადასხვა რამისთვის გააჩნია რას. გასართობად განათლების მისაღებად. ახალი ამბების გასაგებად. გორში ჯერ არა, მაგრამ დედაქალაქში უკვე გამოქვეყნდა ახალგაზრდებს შორის ინტერნეტ დამოკიდებულების პირველი კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ინტერნეტით განათლებას თბილისელების მხოლოდ 9% იღებს, 27% ინტერნეტს გართობისთვის, 87% კი ურთიერთობებისთვის იყენებს. კვლევა ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდმა ჩაატარა. თბილისის მასშტაბით მასში მონაწილეობა სულ 2400 სტუდენტმა და მოსწავლემ მიიღო. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი არის, რომ დღევანდელი ახალგაზრდობის სტუდენტები იქნებიან ეს თუ სკოლის მოსწავლეები ძირითად დროს, თავისუფალ დროს ატარებენ ინტერნეტში. ცუდი არა, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიური პროგრესი ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნის განვითარებისათვის, მაგრამ აუცილებელია, რომ გარკვეული შეზღუდვებიც დაწესდეს. გარდა იმისა, რომ უამრავი დრო იხარჯება ინტერნეტში, სხვადასხვა პროგრამებში და სხვადასხვა სათამაშო ჩართულობის კუთხით თავისთავად დრო იკარგება და ბავშვებს არ აქვს შესაძლებლობა ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრონ. დღეს წარმოადგენს სამინისტროში ზოგადად ის სტატისტიკური მონაცემები და ის პრობლემები, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ახალგაზრდებთან, მათ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან, რომელიც ასევე გამოწვეული არის იმ ინტერნეტ დამოკიდებულებაზე, რომელიც აქტუალური პრობლემა არის და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ფონდი კიდე დაუჭერს ამ ტიპის აქტივობებს მხარს. ახალგაზრდებში ინტერნეტ დამოკიდებულების შესასწავლად ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდი მსგავსი სახის კვლევის ჩატარებას თბილისის შემდეგ რეგიონებშიც გეგმავს.